78 წლის რეიზ მუთიაძე, რომლის წინაპრების კორკოტაძეები იყვნენ, უკვე 1 წელია, რაც ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან მესხეთში გადმოსახლდა და თავის შვილთან, გიორგისთან ერთად ამ სახლში ცხოვრობს. აქედან გადასახლე მე მეორე კლასში ვიყავი, ქართულად. ჩვენთან ქართულად ისწავლება და მასწავლებელი. 13 წლის ასე 14 წლის იქნება. ხო, როგორ მუსტაფა ცოტა ბევრი ასე იქნება და ზამთარი ყოფილა. ზამთარში თოვლი აი ასეთი ყოფილა თოვლი რო გადასახლა. სულ ბავშვები იტირებან, რა ვიცი ქალები იტირებან. მე ვაენია ვინტოკიდან დიჯდა. აბა მალე 3 საათში გამოვიჯო. 3 საათი სოროკი მამსა. აქედან სულ მიდი. სულ რას ყოფილა სულ დარჩა. ხელზე რა ვიცი რა ჩამადანი ერთი პატარა ჩამადანი სათილზე რამე ყოფილა. იგენი აიღა მარტო. და სულ ყველაფერი სახლში ისე დარჩა. რას ყოფილა ისე დარჩა. აი წავედი მე ტინის გვერდზე შალონი ვიყავი თავარი შალონზე იქით მოუყარა შემოუყარა იქით ხო მატარაჯი ვაგონზე და ისე 11 სემია ყოფილა და 11-13 სემია სულ იქით შევიდა სულ და მე გადაეყა ეს კარი დაკეტა კარი იდგა სალდატი სულ სალდატი და სალდატი დავიდი არსად დაკეტილია სალდატი იდგება ყურება ყოლას მე წაიღა პირდაპირ ტაშკენტში წავედით იქითა თოვლი აი ასეთი ყოფილა ზოგი გზაჯი მოხდა ზოგი რა ვიცი რასაც ყოფილა ბავშვები რამე აი ტილები ასეთი ტილები ყოფილა რო წავედით ერთი თვეზე ყოფილა და გზა ერთი თვეზე გზა ყოფილა ორ წავედით აი ტილები ასე ყოფილა ასე ტილები და მე სულ ტილები გადმოარდება აი ასე სულ და კიდო ისე წავედით და მე იქ ტაშკენტში ხო წავედით მე ბანიათი შევიტანა ბანიათი ამამთი დაუბანა და მე სახლებზე მიაწყდა დაიწყანა სოფელი სახლები ყოფილა რა ისი სახლი ასე როგორ ჩვენი ესეთი სახლები ყოფილა ასეთი კაი სახლი კარანი ბოსლები როგორ ესეთი სახლები ყოფილა იბასის კარი არ ყოფილა კარზე ადიალი ყოფილა არიციან იგენ არიციან ხო კარი სიჩკარი რამე არაფერი არიციან და ესე ცხოვრობ მე ნედელად კარგად ცხოვრობ იმიტომ ჩვენი ხალხის ყველა იციან რას გავაკეთეთ რას აკმილები რას მიწადა სამუშაობდა სულ ასე როგორ მე აი დაცესა ასე დაცესა ეგენი ხო შემოვიდა ტაში მე ნედელა აი ცხოვრობ იქ ასე ყოფილა იქ საქმე რამდენი ხანია საქმე ჩამოყვები 1 წელი გიორგი მქვია ანდრიული სახელი მუსტაფა ყოველ დღე ვაკეთებ ანთივას ვაგროვებდან იმას ფოცხო ხოლმე სულ ერთად იყავი ქართული სულ ერთად მეიყავი არაფერი აღარ ესენი სამართლები არაფერი ყოფილა იმიტომ აი წავიდით იქით ეხლა სულ ყველაფერზე ხალხი დამავიწყდა ადგილი სოფელი ყველაფერზე მე კიდო მინდა თუ ჩვენი საქართველოში გადმოვიდომ და ვიცხოვრობ ბავშვებთან ერთად იმიტომ აი მოველის და იყიდო აქ სახლი კიდო ეხლა აი ცხოვრობ აქ კარგად ყველა ხალხი კარგებია სულ როგორ ჩვენი ხალხისთან ეს ხალხი ჯობია ეხლა კარგად არის სულ საიდან მე მოველით ყარაჩაი-ჩერქეზიდან იქ იყავი და იქ მოველით ტაშკენტიდან იქით ყარაჩაი-ჩერქეზში მოველით მე იქიდან აქ მოვიდა ეხლა აქ რამდენი ხანი იყავი ტაშკენტში აი ეხლა დამავიწყდა ერთი
34-35 წლით ასე იყავი და მე ხო დააფუნთა ასე გავაფუნთა და ჩვენი გადასახლა კიდე. შუა აზიაში გადასახლებულ მესხებს თან სდევდათ ტრაგიკული ბედი. 1989 წელს ფერგანაში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მესხებმა მეორედ განიცადეს გადასახლების სიმწარე და კვლავ მიიღეს ლტოლვილის სტატუსი. ხო, და იქ იყავი და მე სულ გაუშე ხალხი აქეთ იქით ვინ სასაღად გინდა ისე წავიდა და ჩვენ მოვედით კარაჩაევ-ჩერკეს. იმიტომ თუ იქ სახლი ყოფილა ცარელაის სახლი, კალმიკის ადგილი ყოფილა. მე კარაჩაევ-ჩერკესში დარჩა, ძველი კალმიკის ადგილი ყოფილა. იქ ცხოვრობ ჩვენ ერთად კალმიკის ერთად იყავი, მე ნემისის ერთად იყავი, სულ ნემისი წავიდა გერმანიაში. იქ არავინ არ დარჩა. მარტო ჩვენ დარჩა, მე იქიდან მოვიდით კარაჩაევ-ჩერკეს. იმიტომ ცარელაის დარჩა სახლებში ასე 480 дома все пустое было. Это немisi ცხოვრობდა. ეგენი ხო წავიდა, მე ცარელაი დარჩა. აი იქ ადგილში მოვიდა ჩვენი ხალხი. იქ მოვიდა ჩვენი ხალხი და იქ ცხოვრობენ, ახლა იქ არიან სულ. მამაჩემის დედაც ციცანაი ამბობს, ციცანაი სახელი. ციცანაი ქართულია და მე დაწერა ციცო. ასე მობრუნდა და ყველაფერზე და ის როგორ გინდა ისე გავაკეთე. და ესე ძველი ჩვენი აქედან არის. მამაჩემის ქერსადან არის. ჩემი მამა ქერსელია. იგენი არის კორკოტაძე. ეს ფამილიები კორკოტაძე არიან. ხო, ქართულია. ისე არის. ეხლა ისე არის. ეხლა იმასი ძმას შვილები, შვილები კიდე ისე არის. საქართველოს წერილი ასე. ექვსი შვილია. ერთი ამერიკაში წასულია. იქ ყოფილა ის უკრაინაში ყოფილა და პრაპისკაში არ გავაკეთა და მე ხო ამერიკა წაიყვანა. უჩოთი არ აიღა და როგორ без უჩოთი მე იდგე ვარ, ისე без უჩოთი ყოფილა. არ პენსია, არ რაფერი, არ არაფერი არ მიახმარა. თუ ასე როგორც ციგანის ისე დარჩა ხალხი და მე რა შევიცე. მე კითხრა ის კარსპანდეტი რასე მოვიდა და მე მითხრა შეიძლება წაიღო. მე ზაივლენია იმამთე ეგენი ამერიკაში. აი ამერიკადან მოვიდა, მე ჩვენი ქართული ხალხი წავიდა, ქართული ყოფილა და ერთად მე წაიყვანა ეგენი სულ. ერთი შვილი იქ არის ჩემი. სამი ბავშვი არის ახლა იმასაც. იქ წასულია. ეგეს გინდა და ახლა რა უცოვდე, ჯერ უჩოთი ვერ აიღებან თუ. აი შვილები გინდა, ყველაფერი მინდა, ახლა გოგო მინდა, გოგო ამოთო მოვა, როგორ უნდა მოვიდო. არც ვიზი არ არის. იქ არუშობით, რუსეთს არუშობით. აქა ზამარჩაი, არაფერი. და თქვენ როგორ გადაგწყვეტთ და რატომ გადაგწყვეტთ? აქედანო? იმ დროზე прошлом году ესე ებულა. ასე არ ყოფილა ასე. გასხენილი ყოფილა. შეველი ბავშვისთან, მე გითხარი აი через месяц ერთი ჩვენი მე პასპორტით მოხდენ, უჩოთით პროპისკით მოხდენ. ერთი თვე გამოვიდა, ერთი წელია ეხლა. ამ თვეზე მოვიდით, ამ თვეზე ერთი წელია ეხლა. ხო, აქავარდა. ჯერ არაფერი არ არის, აი. არა, იქ სულ ყველაფერი ამასაც არის. გიორგის იქ არის, თბილისში არის დასული, ჩემის იქ არის. და ჯერ ამოთ მაიცა ამოთ, ჯერ არაფერი აღარ მოვიდა. ასე იდგა, რა ვიცი. მიახმარება არც მიახმარება არ არის, არც პენსია რას მუშაობ, რას აიღებ, ეს არის მიწასთან. ეს როდის იქნება თუ ფული აიღო, მე პრუნა იყიდო, ერბო იყიდო, რა ის ყველაფერზე გინდა, ქაითები გინდა.